მოივიდა და დაიჭირა თავი. თავმა უთხრა გამიჟვი და შეგიწყალებო, რომა გულიანად გაიცინა და გაუშვა თავი. გავიდა რამდენიმე ხანი, მონადირეებმა ლომი დაიჭირეს და თოგი ხეზე მიაღეს. უნდოდათ მერე მოსულიყვნენ და ცოცხალი წაეყვანათ. მონადირეები რომ წავიდნენ, ლომას აშინალებრიანი მოწო, თავს შემოეძნა, მიიწუნწუნა, გადააყენდა თოგი, გაათავისუფლა ლომი და უთხრა: გახსოვს შენ რომ მე დამძინე? აღნახო, ხედავ რომ პატარა თავსაც შესძლებია მოწყალება დიდი და ძლავრი ლომისთვისო, სწორედ ამაზეა ნათქვამი ანდაზა, უდასინჯის სხვასაო, გადახდება თავსაო. ჩემი პირველი ელექტრონული წიგნია 4 სულელი. ამ მოთხრობიდან კარგად ჩანს, რომ წელიწადის 4-ვე დრო თავისებურად ლამაზია და ერთმანეთისგან ვერ გამოარჩევს. 4-ვე დრო ლამაზად ავსახე ჩემს ნახატებში. მოთხრობაც ბევრჯერ წავიკითხე. დედაც გამეხმარა, რომ კარგი წიგნით გამოცნო და ახლა კი გარჩევით. ნიკომ პატარა ციგით ბევრი ისრია და გროვზე. მერე გაწითლებულმა და გახარებულმა მამასთან მიიბინა და უთხრა: მამილო, რა კარგია ზამთარი, ნეტავის სულ ზამთარი იყოსო, შენი სურვილი ჩემს უბის წიგნში ჩაწერე. უთხრა მამამ, ნიკომ ჩაწერა. დადგა გაზაფხული, ნიკომ ეკლებს ბევრი სტია, ბევრი ყვავილი მოკრიფა და ლამაზი კორები შეკრა. მერე მამასთან მიიბინა და უთხრა: რა მშვენიერია ეს გაზაფხული, ნეტავის სულ გაზაფხული იყოსო. მამამ ნიკოს ეს სურვილი თავის უბის წიგნში ჩააწერინა. მოვიდა ზაფხული, ნიკო და იმისი მამა სამყაროში ერთად წავიდნენ. ბავშვი მთელი დღე დიდ სიხარულში იყო, ხან ხილეულ ზიდავდა, ხან წყალში ბანაობდა, ხან მარჯვს კრებდა და ხან წყლებს დასდევდა. საღამოს მამასთან რომ მივიდა, უთხრა: დღეს რამდენი ვისიამოვნე, რა კარგი იქნებოდა, რომ სულ ზაფხული ყოფილიყო. ეს სურვილიც ნიკოს მამამ თავის უბის წიგნში ჩაწერა. დადგა შემოდგომა, ბაღები მწიფე ხილით სავსე იყო, ვენახებში დამწიფებული მწერლები ვაზებზე დებოდა. ნიკომ თავიანთ წიგნში ბევრი აკიდო აჭრა და საღამოს მამას უთხრა: ყველა დროს თურმე შემოდგომა სჯობიაო. მაშინ მამამ უბიდან წიგნი ამოიღო და ნიკოს წააკითხა იმისი ჩამოწერილი ყოველი სიტყვა. ნიკო მიხვდა, რომ ყოველი დრო თავის რიგზე კარგი ყოფილა. გათხოვების შეგაშვილი. ჩემი პირველი ელექტრონული წიგნია სრულ. ამ მოთხრობიდან ვსაუბრობ, რომ წყვილი არ უნდა ვთქვას. წყვილის მქმერს მერე მასმისაც აღარ დაუჯერებენ. შევეცადე ნახატებზე გადმომეცა ეს სიუჟეტი. რის გაკეთებაში მასწავლებელი დამეხმარა. ახლა კი ვნახოთ ყველა ერთად. მოდი. სულ, ბავშვი ჩვენს აზრ